მე შევეცდები რომ ჩვენი პარტიის პოზიცია გავაჟღერო და ამავე დროს ჩემი სუბიექტური ხედვაც ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირო. პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აფასებს ჩვენი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ლიბერალური ორგანიზაციების წარმომადგენლები თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც თურქეთის უბრალოდ სირიაში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, ეს რატომღაც ცალსახად შეფასებულია როგორც რუსეთისთვის თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სილის გაწმის პოლიტიკური აქტი. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია ადამიანს დავეთანხმოთ ასეთ პოზიციაში, თუ არ შევნიშნავთ, რომ შეფასება არის ცალსახად სწორხაზოვანი და რეალურად ის არ მოიცავს იმ სიღრმეებს, რომელიც აი ამ ინციდენტიდან გამომდინარე მოვლენების გაშუქების ვალდებულებას უნდა გულისხმობდეს პოლიტიკოსის მხრიდან. ძალიან კონკრეტული ციფრებით შემოვისაზღვრები, გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი იმ ურთიერთობას ეკონომიკური კუთხით პირველ რიგში, რომელთაც თურქეთი და რუსეთი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და აღმოჩნდა, რომ თურქეთი მართლაც იყო არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი რუსეთისთვის მთელი რიგი მიმართულებებით, არამედ იყო მისი მეგობარი სახელმწიფო ამის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით თავად ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა განცხადება და სწორედ ამიტომ იყო შეფასებული თურქეთის ქმედება როგორც ზურგში ხანჯლის ჩაცემის, დანის ჩაცემის ტოლფასი აქტი. აღმოჩნდა, რომ თურქეთს დღეის მდგომარეობით აქვს რუსეთთან ისეთი მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მაგალითად გულისხმობს მისი ციტრუსების რუსეთის ბაზარზე მოხმარებული რაოდენობის 25%-ით მომარაგებას რუსულ ბაზარზე. 20%-ით ბოსტნეული კულტურებისა. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ექსპორტირებული ხორბლის 12%-ს მოიხმარს თურქეთი. აღარაფერს ვამბობ სამხედრო სტრატეგიულ ურთიერთობებზე და იმ სახელმწიფო შეკვეთებზე, რომლითაც სარგებლობდა რუსეთი. და შესაბამისად ეს იყო დამატებითი შემოსავალი თურქეთისთვის. მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ გუშინ უკვე გაჩნდა სახიფათო ტენდენციები იმისა, რომ თურქეთის საფონდო ბირჟა შეიძლება ჩამოიშალოს. აი ეს ყველაფერი გამოიწვია ერთმა დაუფიქრებელმა, სრულიად უპასუხისმგებლო მოქმედებამ, რომლითაც რეალურად პროვოცირებული იქნა მესამე მსოფლიო ომის დაწყების ყოველ შემთხვევაში იპოთეტური საფუძვლები. და იმის მაგივრად, რომ ლიბერალი მედასავლეთეების აპოლოგეტი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყოფილი ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სწორედ იმ კუთხით ხედავდნენ საფრთხეს, რომ საქართველოს როგორც ჩიზბურგერში ყველი ისეა მოქცეული ამ ორ ზესახელმწიფოს შორის და საქართველოს პრობლემა იქნება სწორედ ის, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა შეიძლება შეიწიროს ჩვენი ისედაც შელახული ინტერესები, პოლიტიკური ინტერესები. და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ასეთ შეფასებებში ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი. და საერთოდ, როდესაც საუბარი არის მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მაგალითად თურქეთის პრემიერ-მინისტრი ყოველთვის გამოდიოდა ხოლმე იმ განცხადებებით რუსეთთან მიმართებაში, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის განხილული იყო სტრატეგიული ურთიერთკავშირის კონტექსტში. ამის მერე ბუნებრივია ასეთი ინციდენტები არ უნდა მთავრდებოდეს ფატალური შედეგებით. და სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა ძალიან საინტერესო განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი მთავარსარდლის მოადგილის ბატონი ტომ მაკინლის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ალიასკაში მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის დროს დაახლოებით 500 შემთხვევა იყო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის თვითმფრინავები არ ღვევდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეს, მაგრამ ერთხელაც კი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ქონიათ მცდელობა ამ თვითმფრინავების ჩამოგდებისა, ვინაიდან ასეთი ტიპის დარღვევები, რომელიც არ არის დაკავშირებული, თქვათ, სადაზვერო საქმიანობასთან, დაკავშირებული სამხედრო სტრატეგიულ კონკრეტულ მოქმედებასთან, რომელიც მიზნად ისახავს, თქვათ, რაღაცა ობიექტის განადგურებას, ყოველთვის აქმული უნდა იყოს გარკვეულწილად გადაცდომა, შეცდომა, რომლის პატიების ვალდებულების წინაშეც უნდა იდგეს სახელმწიფო და მაშინ, როდესაც პარიზის ტერაქტმა შეძრა მთელი მსოფლიო, როდესაც პარიზის ტერაქტს მოყვა ტერაქტები
სხვა ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მათ შორის და ამან დააყენა გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე მსოფლიო თანამეგობრობა, რომ გაფართოებულიყო კოალიციის რიგები. როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ღია მოლაპარაკება რუსებთან საჰაერო სივრცის ერთობლივი კონტროლის კოორდინირებულ მოქმედებებზე. როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა სურვილი რუსეთთან ერთად კოალიციურ რეჟიმში ისლამისტი ფუნდამენტალისტების და რადიკალების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო საჰაერო ღონისძიებების ჩატარებისა. ამ დროს რამოდენიმე წამით თუნდაც თურქეთის უკიდურესი სამხრეთის საზღვრის გადაკვეთის მომენტიც კი არ უნდა ყოფილიყო საფუძველი იმისა, რომ ამხელა სამხედრო, ასე ვთქვათ, ოპერატიული მოქმედებები განხორციელებულიყო თურქეთის მხრიდან, რამაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნა ძალიან საშიში პრეცედენტი რეგიონში. ხოლო რაც შეეხება უპირატესობას, რაც შეეხება ჩვენი ლიბერალი კოლეგების განცხადებებს სილის გაწვნასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ვის გააწნა სილა, თუ საბოლოო შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, როდესაც რუსეთმა უკვე მოიპოვა ლეგიტიმური უფლება განალაგოს სირიის მთელ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ასადის ხელისუფლება, ეს 400-ები, ეს არის საჰაერო თავდაცვის საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ძლიერი საშუალებები, ასევე შემოიყვანოს კრეისერი მოსკოვი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან იმ ლატაკიის იმ ტერიტორიულ წყლებში, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება სრული კონტროლის განხორციელება მთელი სირიის ცაზე და გამოაცხადოს ფაქტიურად არასაფრენი, ასე ვთქვათ, სივრცე იგივე თურქეთის სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის და სამხედრო საჰაერო ძალებისთვის. ეს ვისთვის არის უპირატესობა? რუსეთისთვის თუ თურქეთისთვის? ვინ მისცა ასეთი უპირატესობა რუსეთს ამ ინციდენტის შემდეგ თუ არა თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულიად გაუაზრებელმა და აბსოლუტურად პროვოკაციულმა მოქმედებებმა, რომელმაც ჩვენს როგორც საქართველოს რეგიონის ერთ-ერთი სუბიექტი რეალურად დაგვაზარალა. ყოველ შემთხვევაში პოტენციურად დაგვაყენა ძალიან სერიოზული სამხედრო პოლიტიკური კოლაფსის წინაშე. აი ეს განცხადება მინდოდა გამეკეთებინა კონკრეტულად ამ შეფასების კონტექსტში, რაც წარდგილი ქონდა ამ ინციდენტის შედეგებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, მიმართვა გავრცელდა მუქარის ამასთან დაკავშირებით რას რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეებს, მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ახალთაობაში არის ჩემი ძალიან მოკლე ინტერვიუ. ამ ინტერვიუს გავრცობის სურვილი მექნებოდა ნამდვილად ჟურნალისტების წინაშე, იმიტომ რომ არის ბევრი ისეთი თემა, რომელიც არ არის სრულად გაშუქებული გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განცხადება. მე წლების განმავლობაში მუშაობდი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში და ძალიან კარგად ვიცი თუ რა მიმართულებებია პრიორიტეტული სპეციალური სამსახურებისთვის მაშინ, როდესაც ჩდება ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეები. და ერთ-ერთი მათგანი არის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული და გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებით, უცხო ქვეყნის გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციფიკური ხასიათის გააქტიურება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც მაგალითად ფორმალურად გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაში მე გულისხმობ აჭარაში, სადაც კამპანიური ხასიათი აქვს წლების განმავლობაში ახალგაზრდების გადმობირებას და მათ გაყვანას ახლო აღმოსავლეთის მათ შორის ქვეყნებში იგივე ხასიათის სპეციფიკური ხასიათის განათლების მისაღებად. რატო უსვავ ხას ამ სპეციფიკას? იმიტომ რომ როგორც ჩანს, ჩვენი განათლების სამინისტრო და განათლების მინისტრი, რომელსაც გარდა იმისა, რომ 12500 ლარი აქვს თვეში ხელფასი, როგორც ჩანს, არ ადარდებს თუ რა საგანმანათლებლო სპეციალური პროგრამებით ხდება სწავლება იმ ახალგაზრდებისა, რომლებსაც შემდეგ სწავლის გაგრძელების მიზნით, ესე იგი თავსუყრიან იგივე ეგვიპტეში, იგივე სხვადასხვა ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში და ისინი ჩვენთან ბრუნდებიან ფაქტიურად მტრულად განწყობილნი საკუთარი ხალხის, საკუთარი ერის მიმართ. და ხვიჩა გობაძე, რომლის მამამაც გააკეთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჯამეების აშენების უფლებას არ აძლევს ჩვენი ხელისუფლება და წინა ხელისუფლება და საერთოდ საქართველოში მათ შეზღუდული აქვს ჯამეებით სარგებლობის უფლება, მე ვფიქრობ, რომ არის ცილისმწამებლური, პროვოკაციული, არაობიექტური განცხადება და უმადური განცხადება საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს 254 ჯამე იქნა აღდგენილი, რესტავრირებული და ის დაუბრუნდა როგორც საკულტო ნაგებობა იმ თემის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიეკუთვნებიან ისლამური თემის წარმომადგენლები.
წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად სუნიტები, ვინაიდან სუნიტური თემის წარმომადგენლები არიან სწორედ აჭარაში, როგორც წესი. მაგრამ თუ ჩვენ ხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სალაფიტურ სუნიტური ვაჰაბიზმი, როგორც ერთ-ერთი რადიკალური მიმართულება ისლამისა, ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამედ თუ საქართველოს ზოგადად, არამედ მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში ტრადიციულ ისლამს, იმიტომ რომ პოლიტიზირებას ახდენს ტრადიციულ ისლამისა, მაშინ სხვა რა დარჩენიან ჩვენს სპეცსამსახურებს თუ არა ის, რომ გამოიკვლიონ იმ ორგანიზაციების ანატომია, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს 93, 14, 15 წელში დაბადებულ ახალგაზრდებს, რომელთა მიმართ უკონტროლობამ გამოიწვია უკვე ამ ადამიანების გადაგვარება რეალურად და ხვიჩა გობაძის განცხადება ეს არის მართლა ჩოკის მომგვრელი. ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს ადამიანი საკუთარ სისხლს და ხორცს თანამემამულეებს ემუქრება თავის დაჭრით, მეორეს მხრივ ეს სიტყვები ნასაზრდოებია იმ მოწამლული იდეოლოგიით, რომელსაც ის ეზიარა იმ საგანმანათლებლო კერებში, რომელშიც წასვლის, გადაგზავნის და ყველანაირი ხელშეწყობის პირობა შეუქმნა ჩვენმა სახელმწიფომ იმ უკონტროლობის გამო, რომლის ვალდებულებაც თავის მხრივ ეკისრებოდათ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ განგაში ზარებია დასარისხებელი და ორი მიმართულებით არის გადასადგმელი სერიოზული ნაბიჯები სპეცსამსახურების მხრიდან და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს არის პირველ რიგში რელიგიური პროზელიტიზმის ფაქტების გამოვლინება და რელიგიური ექსტრემისტული ორგანიზაციების გამოვლენა, რომლებიც რელიგიის გავრცელების საფარველ ქვეშ მოქმედებენ ეს ერთი და მეორეს მხრივ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურას და რომლებსაც კონკრეტულად აქვთ დავალება, რომ ქვეყანაში შეცვალონ პლაზმა. ანუ ქვეყანას გამოაცალონ იდეოლოგიური ბერკეტი, ეროვნული ცნობიერების მატარებელი ახალგაზრდები რეალურად გაიყვანონ ქვეყნის გარეთ და მათ მაგივრად, ასე თქვა, ჩვენ მივიღოთ უკან დაბრუნებული უსულო ზომბები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ მეზობლებს, ნათესავებს, სისხლს და ხორცს თავის მოჭრით გაუსწორდნენ. აი ეს არის სწორედ ის სავალალო შედეგი, რომელიც უკონტროლობა მოგვიტანა დღევანდელ დღემდე და კარგი იქნება თუ ჩვენი ხელისუფლება ამ ფაქტს გაითვალისწინებს და გაატარებს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ბატონი შოთაძის ადგილზე სახელით და გვარით და ეს ამას იმიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ სწორედ სახელთან და გვართან არ არის იმდენად, ასე ვთქვათ, დაკავშირებული პრეტენზიები, რამდენადაც არჩევის მექანიზმთან, რომელიც არ არის გამჭვირვალე, რომელიც არ უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური ნაბიჯად მიმაჩნია თავად ის ფაქტი, რომ მთავარი პროკურატურა არის პირდაპირ ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე, მაგრამ ჩემთვის ერთის მხრივ გაუგებარია ის ფაქტიც, თუ იუსტიციის მინისტრი უარს აცხადებს პოლიტიკური კონტროლი განახორციელოს მთავარ პროკურატურაზე, მეორეს მხრივ რატომ იღებს იგი მონაწილეობას მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში, როგორც საპროკურორო საბჭოს მე-15 წევრი. მით უმეტეს, როდესაც დანარჩენი წევრებიდან 8 წევრი საპროკურორო კონფერენციებით აირჩევა და ისინიც აპრიორი, ანუ ნახევარზე მეტნი უკვე თავიდანვე ჩანან, რომ არიან, ასე ვთქვათ, ასარჩევი პროკურორის მხარდამჭერები. ბატონი შოთაძე რეალურად განაგებდა სისტემას, ის იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და ბუნებრივია მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორები, რომლებიც ფორმალურად არჩეული იქნენ, 8 მათგანი არჩეული იქნა საპროკურორო კონფერენციაზე წევრებად, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და ბუნებრივია მხარს დაუჭერდნენ ბატონ შოთაძის კანდიდატურას, თავისთავად გამორიცხავს პლურალიზმის ნიშნებს და აღარაფერს ვამბობ ადვოკატების წარმოდგენაზე. საადვოკატო კორპუსის წარმოდგენაზე საპროკურორო საბჭოში, ვინაიდან ადვოკატსა და პროკურორს შორის არის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე გარკვეული დაპირისპირება და დროის მოცემულ მომენტში შეიძლება სწორედ ინტერესთა კონფლიქტიც კი წარმოიშვას იმის გამო, რომ ეს ორი დაპირისპირებული ბანაკი, ანუ ერთის მხრივ სახელმწიფო ბრალდება, ხოლო მეორეს მხრივ პროცესის მონაწილე მხარე დაცვა წარმოადგენენ ერთ საბჭოს, ამ საბჭოს ეწოდება საპროკურორო საბჭო და ამ საბჭოს წინაშე არსებულ საკითხთა შორის არის მთავარი პროკურორის არჩევის, ასე ვთქვათ, დახურული ფორმატი, რომელშიც ბუნებრივია ჩვენ ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ კონკრეტული მოცემული, ასე ვთქვათ, ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება გადაწყვეტილება იყოს კონფორმისტული და ის არ შეესაბამებოდეს რაიმე ფორმითაც კი არ ასახავდეს თავისუფალი დამოუკიდებელი არჩევნების პრინციპს. დიახ.
მე არ მინდა რომ ბატონი ირაკლი შოთაძის ასე ვთქვათ პიროვნება შევაფასო გამომდინარე იქიდან რომ მას არ ვიცნობ უბრალოდ თუმცა ვიცი რომ მის მიმართ იყო გარკვეული ტიპის პრეტენზიები იგივე ზოგიერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ვიტყოდი ეს არის მაგალითად გვიჩიანისა და ჩემიას საქმე რომელიც უვადო პატიმრობით დასრულდა ამ ადამიანების მიმართ და აღმოჩნდა რომ ეს ორი ადამიანი არ იმსახურებდა უვადო პატიმრობას და რამდენად ჩემთვის ცნობილია საერთოდ უდანაშაულოდ ცნობენ ეს ადამიანები თავს და მათი უფლებადამცველი ადვოკატებიც თუმცა რამდენადაც მე მახსოვს სწორედ ბატონი ირაკლი შოთაძე უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას მხარს როგორც სტაჟიორი პროკურორი აქვე ხაზი მინდა გავუსვა ამ ფაქტს თუმცა ეს არათავისუფლებს გარკვეული პასუხისმგებლობიდან მას როგორც სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ სუბიექტს სისხლის სამართლის პროცესზე რომელზეც სამწუხაროდ დადგა უვადო თავისუფლება აქვეთის განაჩენი. რასაც შეეწირა ორი ადამიანის, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური უფლებები და ღმერთმა დაიფაროს ყველა, წარმოვიდგინოთ უბრალოდ მათ ადგილზე თავი. უდანაშაულო ადამიანს უსჯიან სამუდამო პატიმრობას. და ადვოკატებს ჰქონდათ ძალიან სამართლიანი პრეტენზია ბატონის შოთაძის მიმართ. თუმცა როგორ დამთავრდა საბოლოო ჯამში მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენად გაიზიარა ბატონმა შოთაძემ, ეს საკითხი მე არ ვიცი, თუმცა რამდენად ჩემთვის ცნობილია ქალბატონმა ირმა ჭკადუა მას ამ საკითხებთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვები დაუსვა საპროკურორო საბჭოზე. თუმცა რა პასუხები იქნა გაცემული ეს ჩემთვის უცნობია.